ცვლილებების დასახელება. ქალაქ სოხუმს თავდაპირველად დიოსკურია ერქვა. ამ სახელწოდებას მკვლევარები არგონავტების ლაშქრობას და მასში მონაწილე ძმების კასტორისა და პოლიდევკეს, ანუ დიოსკურების სახელს უკავშირებენ. სხვა მოსაზრებით, დიოსკურია ადგილობრივი კოლხური წარმოშობის სახელია. დიო დედას ნიშნავს, სკური კი წყალს, ანუ წყლის დედას, წყლის ქალღმერთს. სოხუმი პირველად ძველ ქართულ წყაროებში შეინიშნება, სადაც ცხუმად მოიხსენიება. ცხუმი უნდა ნიშნავდეს ან რცხილას, ანუ ცხიმურს, ან თევზს, ანუ კოლხურად ჩხომს. სოხუმი თურქიზებული ფორმაა და გვიანდელ ხანაში ჩნდება. ქალაქს აფხაზურად ასევე მოიხსენიებენ როგორც აყუა, რაც ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებულ აფხაზურად იღეურ ტომთა ციხე-ქალაქის სახელწოდებიდან მომდინარეობს. ვიცოდეთ, სად ცხოვრობთ.